დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ. ძალიან საყვარელი, ძალიან მხიარული, პუტკუნა მოუსვენარი, მოკლედ დაუძახებ და თქვენ თვითონ მიხვდებით. ბესიკის ბესო! მოგესალმებით ჩემო ბესო, ძალიან გამიხარდა შენი სტუმრობა რაღა დაგიგო. ძალიან დიდი მადლობა, მოგესალმებით. ძალიან მიხარია და ახალსახლობას გილოცა რაღაც ახალ ამბავში ხარ. ისე მე თუ კითხავ შენსთან ნიჭიერი ადამიანი ნებისმიერ შოუს დაამშვენებს, ნებისმიერ გადაცემას. შესანიშნავი დასაწყისია, გიჟდები ასე სტუმრებს. არა, ეხლა შენ არის ცინა მომივიდა. აბა გისმენ? რა ისეთი კაი გოგონა არის რომ მირეკავს ხოლმე რო აიმე და ისა ბატონებსო და თან უთხარი მეთქი ხა ხო წლები მემატება და ხშირად შემახსენეთ ხო და დღეში ორჯერ სამჯერ ხო არ დაგავიწყდებათ არ დამავიწყდება რო იტყვიან ჩემი ბილობილი იყო ეს დღეები რა ხო ბილობილი გონებას რო ხსნის რა ხო და რაღაცები რო არ გავიწყდება კი ზურიკო მანჯავიძე და ეგრევე დილას 8 საათზე ავდექი დღეს პატიოსნად მოდივარ 9-ზე გადაცემა იქნება მეთქი ჩემი პოსტალიონში მოხვედი. პოსტალიონში რა პოსტალიონი თურმე ახალი გადაცემა. კიდე კაი სუფრაზე არ წახვედი როგორც ვიცით ხოლმე ძირითადად. აუ ეს რა გამახსენე რა. ერთი ვაშკაცურად. რაიმე ინფორმაცია ხო არა გაქვს ახალი წელი როდის მთავრდება რომ აიც რო ვიცოდეთ რა. ახალი წელი. არა დაწყებით ზუსტად იწყება ხოლმე რა და მე არა ცოტა ადრე. აი მე უკვე აღარ შემიძლია. ხო იცი როსტიკამ თავის ცოლს რო უთხრა. ნაძვისხეთ დაშალე, თორე ღვიძლი დამეშალაო. იმას რო გაიხედავ და ნაძვისხეთს ხედავ და შენ როგორ ხარ? შენ როგორ გაუძელი ამ ყველაფერს? მე ვისავით, გაოცებული გოჭივით. ხო არის. ეგ რომელია გაოცებული გოჭი რომელიც? აი ახალ წელს რო გადარჩება და ყველას და რო გაოცებული რო არის, რა დაირატო ეს როგორო. აუ ესე იგი მე ღორების გენოციდი მოვიარე. სად აღარ ვიყავი რა. საწყლები ჩემი დანახვა აღარ უნდათ რა. ისე პირველად აი რა საკში დათვერი და ზოგადად როდის მიხვდი რომ აი ეს სფერო იყო შენი საქმე. ხათა შორის სასმელთან ადრეულ ასაკში ცოტა მწყრალად ვიყავი, იმიტომ რომ სპორტსვენი ფეხბურთელი და ხო იცი რომ მეკარე ვიყავი. სხვები რომ ომადე ტანკისტები იყვნენ, მე მეკარე ვიყავი, კარებში ვიდექი. კი ბატონო, მახსოვს ვიღებდი. მარა იმისთანებს უშვებდი რომ ყველაფერი შედარებითია ხო იცი აწყალი ბეკარი 100 კლარი ბურთი რო აიღო ერთ ისეც გაუშვებ რომ მე ის ახსოვთ და ეს ჩვენი მართლესია რომ მოკლედ ისე დავშორდით რა ერთმანეთს მაგრამ რა იყო იცი მაგარი წვრელი მყავდა რა სულ მეუბნებოდა რომ არ შეიძლება მეკარე ხარ ხა შენ სულ უნდა ლაპარაკობდე რა არის დამუნჯებული მეკარე ვის რა თუნდა და სულ უნდა ლაპარაკობდე იმდენი ვილაპარაკე ფილარმონიაში ვარ აგერ უკვე ხო ფილარმონიაზე გამახსენდა ხე იუმორისტად უკვე ჩამოყალიბდი მაგრამ იმდენ იუმორინას კონცერტში გაქვს მონაწილეობა მიღებული რომ იუმორისტთან ერთად იუმორინისტადაც ჩამოყალიბდი კი ბატონო გეთახლები იუმორინაში რა ხდება ახალი ნუ ახალი წლის გარდა რა თქმა უნდა ეხლა იქიდან მოვდივარ რეპეტიცია ხონდა და იცი რომ 15-ში და 16-ში თებერვალს ესე იგი ეში ორი კონცერტი კი ბატონო კონცერტი გამოგდის და ანუ 15-შიც ორი კონცერტი და 16-შიც ორი კონცერტი ძალიან მაგარი მზადება რა თქმა უნდა მე ვითომ არ ვიცი მაგრამ ნუ მეც ვიღებ მონაწილეობას და ძალიან მიხარია ეს ამბავი რა თქმა უნდა და ყველას გეპატიჟებით ისე ხალხმა შენს და დათო როსტომაშვილის განსაკუთრებულად შეგიყვარათ იუმორინადან და ორივე კახელები ხართ თან და მაინც კახურად უნდა გითხრათ რა იგრე ხართ როგორც ყველი და პური როგორიცი ყველი და შავი პური თქო მაინც ფერებში რო გაგვასწავლო რა რომელია რო ვიცოდე კი ბატონო შავი პური თეთრი ყველი და შავი პური ისე ხშირად ეშლებით ხოლმე ერთმანეთს ჩემთვის ცოტა აუხსნელია ეგ ამბავი მაგრამ ეშლებათ ხოლმე და ხა დათოსთან შეშლას არ აუშავს და ნინა გაგელაშვილში ხوار შეშლი ხარ აუ აბა რა შარში ვიქნებით ერთ ჩვენ ნინა გაჩავერია
სხვათა შორის ხო აი ხო არის ხოლმე რა ისეთი ზოგჯერ ისეთ ადგილას მოხვდები რომ არ გინდა რომ გამჟღავნდე რა შენ რო ხარ და ეგეთ სიტუაციაში ვიღაცა მითხრა რომ მეო გიცაინთო ხო დათო ხართო თქვენო როსტომაშვილიო და მაშინ დავთანხმდი კიმე დაასაგებია დაახლოებით რა სიტუაციაზეა საუბარი ალბათ რა მინდა კითხო ახლა ძალიან ბევრი ანეკდოტი რომ იცი იმ ამბებთან ერთად რომელსაც საოცრად ყვები ხოლმე საქვეყნოთ არის ცნობილი მაგრამ ის ანეკდოტი თუ იცი თელაველი და გურჯანელი რო დაძმაკასდნენ ბევრი ვერსია არის და რომელზე მეუბნები არა მორჩა უკვე მორჩა არა მე როგორი ვიცი იცი რომ ერთი თეთრებში გამოწყობილი ციგნებით რო დადიან ხო იცი გინდათ ჭეშმარიტ ღმერთზე გელაპარაკოთ კი როგორ არა შემხედრიან თელაველს გადაუდგა გინდათ ჭეშმარიტ ღმერთზე გელაპარაკოთ გინდათ მოგიყვეთ ადგილზე სადაც ლომი და ირემი ერთად ძოვენ ბალანს გინდათ გიამბოთ ადგილზე სადაც მგელი და კრავი ერთად სვავენ წყალს და თქვენ წარმოიდგინეთ გურჯანელი და თელაველი აი ახლა უკვე აპერისტი ხარ მე შენი დედა წყალს რო სვამენ ისა რაღაცა ისა ესენი ერთად იქობენ ეგ უკვე ზედმეტი მოგივიდაო ხო ძალიანო ისევ ანეკდოტების თემა რომ განვაგრძოთ ყველა ანეკდოტი იცი ფაქტიურად და მოდი ახლა ესეთ პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ მე დავიწყებ ანეკდოტს და შენ რომ დაასრულო აი ფინალური აკორდი რომ შენ დასვა აბა მიდი მოკლედ სვანების ქორწილია შემოყავთ პატარძალი და მამაკაცები მღერიან ვისია ქალი ლამაზი და ამ დროს ერთი სვანი წამოხდება და ყვირის ეხლა უნდა არკვევდეთ მაგას ვისია აი ხომ გეუბნებოდი და ისე ვიცი რომ ტყუილები არ გიყვარს ქორდილზე მეც მოგიყვარს კი ბატონო გისმენ მე მყავს მეგობარი ხა მე ხო კახელი ვარ ნომრიანი კახელი თან და ცხონებული დედა ჩემი მოხევე კახელი როგორ ძალიან ღრმა კახელია ავის 14 სართულიანებით 16-იანებით რო ამყრალდები ხოლმე ხო იცი მიდის მე იქი და ლოჯის მოშენებები ესენი რაღაცეები რა ხო და დედა ჩემი მოხევე იყო აცხონოს ღმერთმა ხო და აბა ეხლა ისენი ხوازე ხარ რომ დათრებიან მტრისას კი ბატონო სახუმროთ არ არის ხოლმე საქმე ის ყველაფერი მოყოლი აქვს მაგრამ ეს არის ოქროს ფონდში შესული რა მოვიდა ჩემთან მეგობარი და ყაზბეგში მივდივარო მაგარი ქორწილიაო და აურა მაგარა მიხარიაო არ ყოფილვარო და პირველად მივდივარო ეხლა მე ხო ვიცი ეს რა შარშიც აღმოჩნდება და მე უთხარი შენ გენაცვალე აი რომ დაიწყება ქორწილი პირველივე თებში რომ გამოფრინდება ეგრევე მაგიდისქვე შევარდი მეთქი ეს არის ნიშანი რომ მაგიდისქვე შევარდი მეთქი ეგრევე თქო და აი მართლა ისე რაღაცა ჩამოვიდა რა ხენი აბა როგორ მოგეწონა მეთქი შენ გაიხარებო პირველივე თებში რომ გამოფრინდაო ეგრევე შევარდი მაგიდისქვეში მე იქ საზოგადოება გავიჩანი რა სხვადასხვა ერთი მოხევე მამა გარდაეცვალა რა და ნუ მოკლედ ამ სასაფლაოს აკეთებდა რო ეკითხებია რა წამოდი დავლეთ რა მამაის საფლავი უნდა გავაკეთა მამაის საფლავი სად მიდიხარ მამაის საფლავს ვაკეთებ და 3 წელია რა მამაის საფლავს ვაკეთებ მამაის საფლავს ერთო მოხევე მაინც ერთი წუთიო ერთიო შემახსენე მამაშეს გოგი ერქვა თუ ხეოფსი რა საშენებ ამის რა მოვია ისე ბარემ ესეც ხშირად გაქვს მოყოლილი მაგრამ ძალიან მაგარია აი ბახში რომ სიმღერა ნასწავლი მოვიდა აი სამაია ვისწავლეო სამაია ხო ეს ბარემ ეგეც რომ მოყვე ჩემი შვილი ჩემი გოგონა თათა მოკლედ მოვიდა ბაღიდან და მამიკო ზეიმი მაქო მეო და ციო სამაია გვასწავლესო და სამაიაო მე ვარო სოლისტიო სამაია ბავშვი ხო ეკიკი ჩაკლაპავ რა ისეთი ეხა სამი შვილის დედა ხო და მართლა შვილო აბა მეთქე აბა მანახე მეთქი მამიკო აბა როგორ უნდა თქო და ხეულოდები რომ და სამაია და ბავშვმა დაიწყო სამაია გამოიყოლეთ ხარ სანდანდის ბავშვი სანდაღავ ბავშვი
მოკლედ ახლა შენ იმდენ საინტერესო ადამიანთან გაქვს შეხვედრა, იმდენ ხალხთან გქონდა და გაქვს ურთიერთობა და წეღან დოლი ახსენე და გამკრა გულში რომ ერთი ძალიან მაგარი ადამიანი უნდა გაგაცნო, რომლის მსგავსი ჯერ არ გეყოლება შენ გაცნობილი ჩვენი წილკანა. გამარჯობა. როგორ ახარ? როგორ წამებით ბატონო დავით? რა დავით? ისე ხშირად ერევით ხოლმე ხალხს ერთმანეთში, ხო? ეხლა წეგა მაგაზე ლაპარაკობ. წილკან არ არის ეს დავით. ეს არის ბატონი ბესო. პერულაშვილი. ბესო. რა ვიცი მო სცენარში გეწერა და მე რა ვიცი ძმო რა ჩაიმბრალია. უკვე აგერია ხო? ისე მიყვარს ესე ჩემსავით უჭველები რა. ეგრევორთ არა ჭოფარებს. ისე სხვათა შორის თქვენ ამბობთ რომ მანქანის წესებს ცოტა ვერ ვიცავ კარგათაო რა. არ ვიცი თორე როგორ გულით მინდა მაგრამ ვერ. ჩემი არ იყოს დიეტასაც მე მგონი ვერ უნდა იცავდეთ სახარბიელოდ ბატონო ბესო. აუ ეხო საერთოდ. ისე რომ დამირეკეს და მითხინდეს ბესო როსტომაშვილთან კი არა და ბესო დავით. ბესო ბერულაშვილთან შედიხარო. აი ძალიან გამიხარდა რა ძალიან აი ისე მიყვარს ის ანეკდოტი ესე რომ გაბზეკილი რო იძახის აი არა წილკან ერთი წუთი ყველაფერს ნუღა ეგ არის ბესო ეგ არის რაგი დამფარცა ეგ არის ბიძინა მახარაძის ხუმრობა ბიძინა მახარაძის ახლა ვიცი რომ ბიზნესია მაგრამ მე ბესო რო ვაკეთებს ეგ უფრო მომწონს ვეღარ ვაკეთებ ვეღარ არა უშავრა კაცი არა ბატონო ბესო წილკანში ვაპირებ მაგარი კონცერტის ჩატარებას. აი სერიოზული კონცერტის ჩატარებას და ხომ მომეხმარებით შენ და ზურა. რაზე ლაპარაკობ თავიდან კი ბატონო მოგეხმარებით. თიწამი. ალო. ბიჭო, ორი მაყურებელი ვიშოვე. დანარჩენსაც ვიშოვე რა. всё. აი, ჩვენი მეძია. ისე სად გეგმა კონცერტს? სადმე გადაფარებულში რა ბესეთკაში რა. სადურა ჩავატო. ხო გაქვს, კაი ისე დარბაზი გაქვს, კაი. ხო, მაგარი დარბაზი გვაქვს. მოიკითხე ხოლმე ესე, ხო? არ არის პრობლემა, კაცო. ბატონო ბესო, აი რა უნდა გავაკეთო, რომ იუმორინაში მოხვდე? მე მგონი მე ვეტყვი რა. ბილეთი უნდა იყიდო. ეხლა ბილეთი და აი სადა. ხა იღეს კასტინგზე მივედი, იუმორინას კასტინგზე მივედი და შეხვდა ბატონი ჯემალ ბაღაშვილი. სხვათა შორის ისეთი რამე მითხრა ბატონ ჯემალმა დღესაც ხელმძღვანელო მაგ სიტყვებით. აბა რა გითხრა მითხრა? რა მითხრა და რას დამდგახა შუაკარებში გაიწე გამატარე შესვლა მინდა. აი ხედავ. იმის მე აღარ დამდგა შუაკარებში კაცო. დავიჯერო შენი ნიჭიერება ამითი შემოიფარგლება? ჩემი ნიჭიერებას საზღვრები არ გააჩნია. ხო, ისე რაბე მუსიკალური ნომერი გაქვს მართლა თუ მართლა იმით შემოიფარგლება? ყველა სიმღერები მაქვს მომზადილი თქვენთვის. სადაღარაო, როგორიო? მოყელამდე რა. ქვეყანა სიმღერები და ეხლა შემოგთავაზებ და მე მგონი რომ წამიყვანთ. всё. ყველაფერს გავაკეთებ, პაროდით ვიმღერებ, დავუგრავ და ცემით ხელებს გავშლი. პატივს აქცემ თიცოდეთ, თუ გითქვენთან მიმიღებ, წილკანამდე ზღაპრულ სუფრას გავშლი. საკმარისია. დიდი მადლობა წილკან, დიდი მადლობა, მაგრამ საკმარისი არ არის. იდე? კარგი ვიმღერო. რა უცნაური კაცი ხარ, ბატონო ბესო გიჟდები, არც ხოს ამბობ და არც არას, და არც მიღებას მპირდები, სცენაზე რომ ავარდები, იტყვიან ასე მგონია, ოხამოდენა წილკანას, რა იუმორი ჰქონია. ხო, კარგია, ბევრად უკეთესია, მაგრამ საკმარისი არ არის და კიდევ რამით გამოიჩინე? კიდევ მაქვს ერთი სიმღერა, ქუჩის მუსიკოსებში უკრავს მაღალი. მაღალი რომ სამყურაშვილი? არა, იმაზე რომ უკრავს, ებაზე. ვიოლინოზე. ხო. ეგ არის მაღალი. ვიოლინო მაგრა ჩვენ. აუი, შემეშალა, სალამურზე რომ უკრავს. გუჯა მარდალეიშვილი. ვიოლინოზე. ხამე გუჯას მივუყვები, სანამ მივიდო და სახში, გადმოვუხდი ქუჩაში და ვითხოვი უმორინაში. არა. აბა ზე
რა შედიდო ნიგონება? აბა რა, ჩემი პინი. სულ უკეთესი და უკეთესი ხდება. ბესო ბატონო თუ აკვირდებით და. ერთიც აბა ერთიც იქნება გარისი. რა რთულია ეს ცხოვრება, როცა ცხოვრობ სოფელში. ნეტა ვინმე ჩემს კლარნეტებს გამიცვლიდეს ოპელში. სუსვის მანქანას თხოვლობ ხანამის ხანი მისი. ოხნედავი ერთად იყოს წილკანი და თბილისი. აბა, ამები ბოლოში. ოჩა. როგორ ციკნა? ოჩა, შემოწილკან მე მგონი დაიმსახურე ნამდვილად იუმორინას ერთი ბილეთი. გაიხარე. ეხლა რა ხან იუმორინაში მოხვდი, ჩემო ზურა. ჩემო. უკვე იქავარ. წილკაში არის სუპრაგაშლილი. რას? მაგარი სუპრაგაშლილი მივდივართ ყველა. ბატონებესო ხუცალიათ. მაგ საქმისთვის სუმცალი. შეგენაცვალებულში ზურა შენ ხო გცალია? რა თქმა უნდა მცალია. ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ ყველანი მიდო შენ დარჩი მიხედი აქაურობას ეხლა. აბა რა გავაკეთოთ აბა? გარე დაგელოდებით. აბა კარგად იყავით. კარგად ზანდებოდეთ გენაცვალე. საინტერესო შეხვედრა გამოგვივიდა ჩემო ბესო. არა, ეხლა უცებ წარმოვიდგინე. ეხლა წილკანა რომ მისულიყო ბატონი ჯემალისთვის რა და რო ეთქო და რო აბა ეს მარახე რა შეიძლება და გასემს რო გადააკნევდა. გენაცვალე, დიდი მადლობა ჩემო ბესო სტუმრობისთვის. რა თქმა უნდა ეხლა ალბათ დაიწყებთ თქვენ უჩემოთ, მაგრამ მე მაგ მოვამთავრებ რაღაც საქმებს და აუცილებლად შემოგიერთები. კი ბატონო, თავარია რომ შემოგვიერთები, ხო იცი? რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმარი იყო ჩვენი უსაყვარლესი იუმორისტი ბესო მერულაშვილი.